თქვენ უყურეთ ალბათ ამ ყველაფერს, მიადევნეთ თვალი. როგორ აღიქვით მოდით პირველ რიგში იმ პირველი ჯგუფის განაცხადი, რომ ციხეშიც კი წავა, ანუ ანონსშივე ითქვა, რომ დაუშვებს ძალადობას ფაქტობრივად და მზად არის ციხეს ჩაჯდეს სიწმინდეების დაცვისთვის. ეს ახალი ფორმულა არ არის, ხო? ქართული ოცნების ხელიდან მანამდეც ყოფილა ესეთი ფორმულები, მაგრამ ასე ღია ქრონიკა და ანონსებული ღია თავდასხმების ქრონიკა ფაქტობრივად ჩვენ არ გვინახავს. მოგესალმებით, ეს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. როგორ აღვიქვი, აბა რა გითხრათ. არ ვიცი ეს რეკლამა იყო თუ ანტირეკლამა იყო რაღაცა. მას რო გადააგდებენ რაღაც ნაგავს ან რაღაცა და ქართველი ვაჟკაცი. რო იყო ესე ეწერა, ქართველი ვაჟკაცი. ნუ ქართველი ვაჟკაცები დავინახე რა. ქართველი ვაჟკაცები, რომლებიც კლავებზე იხედებიან. საერთოდ მაინტერესებს, საერთოდ იცის ქრისტიანობა, აი რა უნდა დაიცვას. მაგრამ პრობლემა იმაში კი არ არის, რომ ესენი რაღაცას ესეთ გაურკვეველ რამეს აფუძნებენ. პრობლემა არის იმაში, რომ ამისგან საპატრიარქოსგან აქ ამათ კურთხევა ამისი. თუ გახსოვთ საზოგადოებამ დიდი ყურადღება არ მიაქცია ზურა მახარაძე რომ შეხვდა შიო მესამეს იქიდან გამოსულმა რამოდენიმე თემაზე ვისაუბრეთო და ერთ-ერთი იყო რელიგიური გრძნობების დაცვა. დიახ. აი ეს რელიგიური გრძნობების დაცვა რა არის? ვინ უნდა დაიცვას? როგორ უნდა დაიცვას და სუსტად ამის შემდეგ შემთხვევითი არ იყო პატრიარქის ქადაგება, რომელმაც ქრისტეს მიერ დაწუნებული მოქმედება პეტრესი პეტრეს საქებრად გამოიყენა. ეგეთი რამე ეკლესიის ისტორიაში მე არ მახსოვს, რომელიმე პატრიარქი კი არა, რომელიმე მამა პეტრეს აქებდეს იმისთვის, რომ ხმალი ამოიღო და რაც უფალმა დაუწუნა. მამა დოროთე, აი რასაც თქვენ ბრძანებთ, სწორედ გამზადებული მქონდა, მაინც მინდა ვისაც გამორჩა ეს განცხადება, მას გავახსენო. ცოტა ხნის წინ იყო ეს ამბავი, მგონი პეტრე პავლობას იყო, ხომ? პეტრე მოციქულმა თქვა შიო მესამემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, გამოავლინა საოცარი სიმამაცეო, თქვა, როდესაც არ შეეშინდა და გეცემანის ბაღში მღვდელმთავრის მონას მოუქნია მახვილი. თქვენ გახსოვთ, მე უფალმა განკურნაო ის მონა ამბობს და აი, როდესაც თქვენი თანდასწრებით განაგრძომან, შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, როგორც პეტრემ გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, რა თქმა უნდა, მოციქულ პეტრესგან უნდა ვისწავლოთ საოცარი სინანულის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ის პასაჟი, რასაც თქვენ ბრძანებთ, ხო? ეს თქვა ვინ? პატრიარქმა. ხო, მე განუმარტავ, რას ნიშნავს პატრიარქი. პატერ არის მამა. და არხი არის უპირატესი, უმთავრესი, მთავარი, პირველი. დიახ. ანუ ერის პირველი მამა ეუბნება ერს, ანუ ორ ქართველს ეუბნება, აი შენ ის ცემე ამხილე, როცა ის რამეს იტყვის, ისეც რაც არ არის საკადრისიან მოსაწონიან. მისაღები უბრალოდ. მისაღები არ არის. და ეს ასე უნდა წავიკითხოთ. აბა როგორ უნდა წავიკითხოთ? აი ვინ? ხომ არ ვამეტებთ ახმებში მეთქი, ჩემ თავს ვეკითხებოდი მე, მაგრამ სხვანაირად როგორ შეიძლება ამის საკითხვა? მაშინ ქართველს მოუწოდა არაქართველის, ანუ რამე სხვა რელიგიის მიმართებაში დევნა არა, ისევ ქართველებშია. მახვილის მოქნება. ხო, მოქნება იმ ადამიანზე. არ ვიცი მე კურთხევა მახვილის მოქნებას, ხო? ასე გამოდის. ხილება თქვა, მაგრამ პეტრეს მაგალითის მოყვანა უკვე მახვილამდე მიდის. არა, მახვილის თქვა. დიახ, და აი როდესაც პეტრეს აქებამაზე, ეს არის
მე ჩვენ დიდი კატასტროფის წინაშე ვდგევართ ეკლესიურად. სხვათა შორის ამას ერი ვერ გრძნობს, რა უბედურებას მოუტანს ეკლესიის ესეთი განადგურება ერს. ჩვენ ეს ერთხელ დაგმართა რუსეთმა კომუნისტების დროს, რომ ეკლესიამ საერთოდ დაკარგა ნდობაც, დაკარგა სახელიც, დაკარგა ხმის უფლებაც და როგორი კომუნისტები გაიზარდნენ საქართველოში. ეგ ვიწვნიეთ ჩვენ. შემდეგი ახალგაზრდობები რა იყო და როგორ იყო და რა საქართველო ჰქონდა. კომუნისტური, რა ვიცი, მაფიოზური და 1000 უბედურება. აი რაც ჩამოყალიბდა, ეს ყველაფერი ამ ეკლესიისგან იგივე ხდება ეხლაც. იგივე ხდება. ოღონდ ეხლა ხდება ეს უკვე ეკლესიის ხელით. და ამას აკეთებს რუსეთი. საერთოდ როგორ არის, იცით, აი ერთადერთი სახელმწიფოა, ну, ქრისტიანობაში, ახლა ისლამს არ შევეხები, ქრისტიანობაში, ქრისტიანად ვინც ითვლება, ერთადერთი სახელმწიფოა რუსეთი, რომელიც რელიგიის მეშვეობით ცდილობს თავისი იდეოლოგიის განმტკიცებას და ერების დაპყრობას და ერებზე ბატონობას. ამას არ აკეთებს არც ამერიკა, ეკლესიას არ იყენებს ამისთვის, არც ევროპა და არც დიდი ბრიტანეთი, არც ერთი ცივილიზირებული სამყარო ეკლესიას არ იყენებს ერის დასაპყრობად და რუსეთი ამას იყენებს თავისას და ჩვენთან ჩვენი ეკლესია სრულიად დაიმორჩილა. და ჩვენს ეკლესიაში რუსული მთავრობა არის. ანუ ეკლესიური გამგეობა აქვს რუსეთს და მთელი ჩვენი ეკლესია ემსახურება რუსულ. თქვენ ალბათ გულისხმობთ უფრო ინსტიტუციას, საპატრიარქოს და ეკლესიასაც 80%. აი ის სინოდის წევრები, ვინც ესე ჟარგონით გააправეს რუსული მოთხოვნა პატრიარქის არჩევა და ჯაღმაიძეს ესეთი უფლებები ვინც მიცა, რომელიც როგორც უნდა და ისე ბლოკავდა ეპისკოპოსებს, ვინც რუსეთს არ აწყობდა, ის ხალხიც რუსეთს ეკუთვნის. ისინი რუსის იდეოლოგები არიან. ამიტომ ამბობ, რომ მე ძალიან პესიმისტურად ვარ ეკლესიის მიმართებაში, ის არ არსებობს. ქართული არ არის, ეკლესია არის, მაგრამ ქართული არა. საქართველოსთვის არა. და უფრო დიდ უბედურებასაც ხედავ, არ ვიცი ვთქვა თუ არა, მაგრამ ვიტყვი. აი მიხეილ ყაველაშვილი უფრო ღრმად ერკვევა ხელოვნურ ინტელექტში, ვიდრე შიო მესამე ქრისტიანობაში. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? რა მაძლევს მისი სწავლებები? მისი სწავლებები, რასაც ის ასწავლის, აი ყველაფერი არის დარღვეული. აი მაგალითად აღა ეს რაც განვიხილეთ გასაგებია. ერთ-ერთი. კიდევ მეორე არის ასეთი ფაქტები ერთ იმდენად არ ესმის, მაგრამ ნათელზე რაც ასწავლა არის ბუდიზმი. რომ ქრისტემ ფერი რო იცვალა, აი ის ნათელი არისო ჩვენი ხატება. ასევე არჩილმინდიაშვილი რასაც ასწავლის, არის სრული მწვალებლობა, რომ ქრისტეს გული ამოიღეს და თურმე გული დაგვიტოვა. ეს მიდის არჩილმინდიაშვილთან, აქებს მას. იმიტომ რომ ის არჩილმინდიაშვილი მე მლანძღავდა. და რახან მე მლანძღავდა, მე თავის მოწინააღმდეგე ჩამთვალა. აქ მე და შიოზე ხო არ არის საუბარი, ქრისტეზეა საუბარი. ქრისტეზეა საუბარი, რასაც სტეფანე ასწავლის მიტროპოლიტი, სრული მწვალებლობა და ეკლესია მწვალებლობა ანგრევს. აი მაინტერესებს ეს ბიჭები როგორ დაიცავენ, აი რა სიტყვებს ზიარებაზე ვეკითხები ამ ჯგუფებს. დაიცვან ეკლესია. მე ვეუბნები, რომ ზიარებაზე არის დარღვეული სწავლება და ამოიღონ ხმა ამ ორი ჯგუფი ხო შეიქმნა და გასწავლონ ერთს როგორ არის ზიარება. რა არის იქ სწორი? სწორს ამბობს სტეფანე თუ მე ვამბობ სწორს. თუ ეს ჯგუფი ჩემს გასანეიტრალებლად შექმნეს და ჩემი სტანების. თუ სტეფანეს მიტროპოლიტი სტეფანეს გასანეიტრალებლად, ვინც მწვალებლობას ასწავლის, არჩილმინდიაშვილის, შიო მუჯირის, ვის გასანეიტრალებლად შექმნეს? საერთოდ რა ფუნდამენტზე დგას ეს საინტერესოა. ხა ეს ცოტა რიტორიკული კითხვაა, ხომ? რა
რა ცოდნაზე დგას ეს ჯგუფი და ზოგადად როგორ უნდა გაარჩიონ მათ, რა არის სიწმინდის შელახვა, რა არის ტრადიცია, ვისთვის რა არის ეს, ზოგისთვის რა არის ყველაზე წმინდა, ზოგისთვის რა არის ტრადიცია. აქ ხომ რა თქმა უნდა ის აზრიც დევს, რომ მე შეიძლება არ მომეწონოს ძალიან თქვენ რაც თქვით. სრულიად მიუღებელი იყოს ვიღაცა როგორ იხუმრებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არასდროს საფუძველი იმის, რომ ვინმეს ძალადობრივად შეუზღუდო ის მისი აზრი, ხო? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? გავს ეს ავთენტურ აქტივობას, ანუ რომ ეს ბუნებრივად აი სამი კაცი შეიკრიბა და უცებ გაუჩნდა აზრი, რომ მოდი ხა დავსხდეთ რა და შევქმნათ ასეთი ორგანიზაცია და ვთქვათ, რომ ყისიერად ცხვირპირს დავალეწავთ ფაქტობრივად ყველას ასე გამოვიდა, ვინც ჩვენთვის მოსაწონს არ იტყვის. საერთოდ როგორ არის? ეკლესია, სიტყვა ეკლეო არის ვუხმობ. ეკლესია არ არის ტაძარი. ეკლესია არის კრებული და არა საკრებულო. საკრებულო არის ტაძარი და ეკლესია არის კრებული, ხალხი. აი ეკლესიაში სხვა კრებულების შექმნა უკვე ეკლესიის მიღმა, ეკლესიაში მაგალითად ეს MMK იქნება მშობელთა კავშირი თუ ჩოხოსნები თუ აი ეს ჯგუფი ახლა რაც შეიქმნა. აი ეს ყველა დარღვევაა. ეკლესია გაემიჯნა ხო ამას ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, იქ იმდენად, ოღონდ დაგვიანებით ეკლესია თუ ჯაღმაიძე? ჯაღმაიძე ხო. აი საპატრიარქოს სახელით გაემიჯნა თუ თავისი სახელით? იცით მაგაზან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მგონი ახლა ასე არ უთქოს, მაგრამ ხან საპატრიარქოში პოზიცია აქვს, შესაბამისად მან გამოხატა, მე ასე აღვიქვი საპატრიარქოს პოზიციას. სხვა შორის დაგვიანებით, ვინაიდან ჩვენ მას ბევრი მედია ვთხოვდით კომენტარს, მას ვთხოვთ იმიტომ, რომ ის წარმოადგენს ხო პრესასთან ურთიერთობას. ჯაღმაიძეს რომ ის იყოს საპატრიარქო, მაგრამ ჯაღმაიძე არ არის საპატრიარქო. ჯაღმაიძე არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის. მან პირად Facebook-ზე გამოაქვეყნა ეს, რომ რაღაცა ძალადობით არიცავენ სიწმინდეს თუ რაღაც ესეთი წერილი. პირად Facebook-ზე გამოაქვეყნა. მაგრამ როდესაც ევროკავშირზე ამბობდა, რომ LGBT-ს გვაძალებდაო, იმედი ამბობს, რომ საპატრიარქომ დუმილი დაარღვია და არა და ჯაღმაიძე ამბობს. და რა შუაშია ჯაღმაიძე და საპატრიარქო. ესე იგი შიომ დაარღვია. საპატრიარქო არის პირდაპირ პატრიარქი. სხვა ვინ არის საპატრიარქო? მაშინ ეს ევროკავშირის წმინდა სინოდი? არ არის წმინდა სინოდის საპატრიარქო. არა, ის ეკლესია არის. მაგრამ საპატრიარქო პატრიარქია. წარმოადგენს მხოლოდ პატრიარქს. მხოლოდ პატრიარქის თუ იტყვი რომ საპატრიარქო დუმილი დაარღვია, ესე იგი შიო მესამემ დუმილი დაარღვია. და არა ჯაღმაიძემ. და თუ ჯაღმაიძე აქვეყნებს წერილს, ეს მისი პირადი აზრია. და მაშინ თქვას, რომ ჯაღმაიძემ შიო მესამემ რაც იქადაგარ, ჩვენ უნდა ვამხილოთ და დავიცვათ, რომ ის იყო შეცდომა. თქვას, რა გაიყვნენ, აი მე ვერ რატო აბნევენ ხალხს? ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს. ესმით, აი რა საკეთებენ? აი ორივე მხარეს ისე, იმიტომ რომ შეშინებულები არიან. იმიტომ რომ მათი დრო მოსულია. ძალიან მძიმე დროელით. არ ჭირდება მათ ჩემი წინასწარმეტყველება იციან. ძალიან მძიმე დროელით. რუსეთთან ერთად დაემხობიან. იმიტომ რომ რუსის აგენტურა არის პირდაპირ შესული. თქვენ რასაც ბრძანებთ 80% არის ამ განწყობების, თქვენ ბრძანებთ ეძახით მათ სხვა ქვეყნის კონკრეტულად რუსეთის განწყობების გამტარებს, სუმცირენებით თუ უნებლიეთ, ზოგინებით, ზოგი უნებლიეთ, ხომ? ეს ძალიან მძიმე, რა ვიხარ, თქვენ შეიძლება ეს ზუსტად პროცენტულად არ გიანგარიშიათ, თქვენი აღქმა ეს, რომ უმეტესობა, აბსოლუტური უმრავლესობა, ხო, ამას ამბობთ. ძალიან რთული იქნება ამ ეკლესიასთან მაშინ ზოგადად რამეზე საუბარი. ამ შემადგენლობის ეკლესიას. შეუძლებელია, რთული არა, შეუძლებელი. მორწმუნეებისთვის განსაკუთრებით, აღსარებლებისთვის განსაკუთრებით, ვინც დაბნეულია, ვინცაც უნდა და უყვარს ეკლესია, მაგრამ ვეღარ პოულობს მას იქ, სადაც ვთქვათ 80% თუ უმრავლესობით წარმოდგენილია მტერი სახელმწიფოს მოკავშირე ძალა. აი დააკვირდით, ვის შეხვდა ოპოზიციიდან, რაც პატრიარქად მოვიდა, ვინმეს შეხვდა? ჯერ ხო პატრიარქის დასაფლავებაზე არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი არ მიუშვეს და არ მოიწვიეს, ხო ეს იყო? დიახ. ოკუპაცია გაუკეთეს პატრიარქს. და არც ინტრონიზაციის მერე მოუწვევია არც ერთი ოპოზიციონერი ლიდერი და მარტო ზურა მახარაძე შეხვდა.
ესე იგი ვისი პატრიარქია და რას აპირებს ესე იგი? და ახარაძე ალტინფო ხო მე გამომრჩე შეხვდა? მაგის შეხვდა და 4 რაღაცა იმაზე აბორტზე არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ერთ-ერთი იყო აი ამ რელიგიური გზნობების შეურაცხყოფის თაობაზე. მოდით აი ვიდრე დავასრულებთ საუბარს თქვენ მითხარით სიწმინდეების შეურაცხყოფისთვის რა პასუხი არსებობს მორწმუნესგან? რა არის სიწმინდე? ჩამოთვალა ხო აი რაღაც გრძნობების რელიგიური გრძნობების მართლმადიდებლ ხატის ამ შემთხვევაში შეხა ჩვენ ეკლესიაში გადავიჭერეთ მაგრამ ეს კონკრეტული საკითხი უკავშირდებოდა ვიცით ჩვენ მწერალ ნოდარ დუმბაძეზე ხუმრობას ხო სარკასტულ რაღაცა ტიპის ხუმრობას რომელიც შემოატრიალა ვინ არის ნოდარ დუმბაძე ეკლესიურად რატომ არის ტრადიცია? რატომ არის წმინდანია თუ რა ვერ გავიგე, რატოა ეს სიწმინდის შეურაცხყოფა? სიწმინდის შეურაცხყოფა არის, როცა ამბროსი ხელაიაზე რაღაცა სიტყვი, მაგრამ ესეც არ არის ახლა ვისაც რა უნდა ითქვას. ეხლა როგორ რაღაცა არის, ისი ქრისტემ თქვა უმთავრეს ვიტყვი. დიახ. მოვედი არა დასაჯელად, არამედ გადასარჩენად. ეს არის მთელი ქრისტიანობა. აი ამ სიწმინდის შეურაცხყოფელის დაჟჯა თუ გინდა და ეს დაჟჯა თუ მას გადაარჩენს მაშინ ეს უნდა იყოს ეკლესიური და გადასარჩენი და არა დასაჯელი. თუ ქრისტე არ მოსულა დასაჯელად ეს ერთი. ჩვენი რელიგია რა არის? როცა მარჯვენაზე გაგარტყამენ მეორე მიუშვირე, როცა ერთ მილზე გავლას დაგავალებენ ორზე გაყევი, როცა კვარც წაგართმევენ პერანგიც მიეცი და თელი სწავლება არის, ნუ შეეწინააღმდეგები ბოროტს. ბოროტებით მით უმეტეს. აი ნუ შეეწინააღმდეგე ბოროტს, ეს არის პირდაპირ ხაზგადასმული და თუ ის რაღაცა ბოროტებას აკეთებს, შენ უფრო მეტ ბოროტებას აკეთებ ეკლესიის სახური, როცა მის ჩახოლვისგან მოუწოდებ. აი მაგალითად ვიღაცა იუმორისტმა რაღაცა ძალიან ცუდად იხუმრა. დაუშვათ. შეურაცხყოფა მიაყენა, ქრისტეს ღვთისმშობელს მართლა აგინა. და მე მღვდელმა ეს დავასჯევინე. ჩავაქოლინე. მე უფრო დამაშავება. რატომ? იმიტომ რომ არ შევასრულე ჩააგე მახვილი. არ შევასრულე გიყვარდეს მოყვასე. არ შევასრულე ის რომ ქრისტემ თქვა რომ სახსნელად მოვიდე და არ დასაჯელად. მე უფრო დამნაშავება ყველა ეკლესიური ადამიანი ვინც აგრესიას გამოხატავს დამნაშავეა. აი ქრისტიანული წესით აი უფრო დიდ რამეზე რო წავიდეთ აი დღეს არის ომი რუსეთ-უკრაინას შორის, ხო? ერთი მხარე სამშობლოს იცავს, მეორე მხარე ბუჩას უწყობს. ეხლა ის სამშობლოს რო იცავს ეს მხარე მართალია, ხო? ზნეობრივად, ომით, ყველაფრით მართალია რა უკრაინა. ყველანაირად უკრაინელი ჯარისკაცი. მაგრამ იქაც გვიწერია ეს ჯარისკაცი რო დაბრუნდება 3 წელი არ აზიაროთო. ქრისტეს არ აზიაროთო. არა იმიტომ ის დამნაშავეა, არამედ კაცი მოკლა. ტერი, მაგრამ მაინც კაცი მოკლა. რატო ჭირდება ჯარისკაცს რეაბილიტაცია? თუნდაც აი უკრაინელები ხო არიან რეაბილიტაციაზე მიყავთ. რატო? იმიტომ რომ კაცისთვის კაცის მკვლელობა მოქმედებს და მღვდელზე როგორი მოქმედებს აგრესია. მოყვასი ჩაკოლვა. და როცა მღვდელი მოუწოდე მან ჩაკოლვისგენ, აბა სად არის შენი მღვდლობა? რასეთ ყოდით ამ ხალხს, აი თუნდაც აი ამ მებრძოლს MMA-ს იბრძოლოს აი ჩხუბოს იქ კრივია თუ სადაც არის თუ იქ არაფერი არ გამოიეს მონასტერში ხდება ესე აი ქუჩაში რო ძველი ბიჭები არიან და ქუჩაში რო არ გამოსდით რო წამოარტყამენ რაღაცა მე მონასტერში მიდიან და მონასტერში იწყებენ ძველ ბიჭობას ამდენი მინახია იქ ძველ ბიჭობენ იქ უკვე აი კაბას ჩაიცმევენ და ვერ გაარჩევ გორდია ქუჩის არის მღვდელია ეხლა იქ ეთყობა ცემეს ეს ვერ გახაჩა და ახლა უნდა რომ ჩემი ზანა ხელის მოქნება არ ვიცი ისეთი კაცი ცემოს ახლა უჩაზე ამხტობა და ცემს ახლა რა ვქნა მომერევა მე
ვაშკაცია, ქართველი ვაშკაცია. რა უნდა უთხრა მაგას? მე მგონი ყურიც არა აქ არ ესმის. მაგას რო ესმოდეს, მაგნაბიც არ გადა. ის ეხლა რო შექმნეს ის ვინ არის? რაღაცა მსახიობია თუ კულტმუშაკები. კულტმუშაკები, მსახიობები ხო? რეჟისორი, ნასარგებლები ყველა ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი ნაციონალი, რომელიც გადმოვიდა მე. ქრისტეს დამცველების როლს თამაშობენ? კი ბატონო, ხო, არ ვიცით ეხლა ჩვენ როგორ გაგრძელდება ეს საკითხი. სხვა შორის ასეთი კრიტიკაც იყო, რომ ძალიან ზედმეტი ყურადღება დაუთმეთ ამ საკითხს, მაგრამ ნუ ჩვენ ესე გადავწყვიტეთ, რომ ღირდა ეს საკითხი ყურადღება, თვინაიდან ძალადობრივი მოწოდებები ყოველთვის უნდა განეიტრალდეს საფუძველშივე. მე მაინც მგონია, რომ ეს მოდის დუგინისგან. რუსული ჯგუფებია. რუსული ის არის ხელწერა. აი ივანიშვილმა არ მგონია რომ ესე მოხდეს, მაგრამ რაღაც დროს გონს რომ მოვიდეს და აი რუსეთისგან გაქცევა და რუსეთისგან დასხლეტვა რაღაცნაირად რომ მოინდომოს, თუნდაც პირადად. რუსეთს ყავს აქ საპატრიარქო და მისი ჯგუფები, რომლებიც დაუპირისპირდებიან ივანიშვილს. საინტერესო აზრია. ნახოთ, მაინც ყველა პროგნოზით დიდი დრო ქართულ ოცნებას და რეჟიმს არ აქვს დარჩენილი. იმიტომ რომ როდესაც Facebook-ში 300-ს დაწერისთვის ადამიანებს იჭერენ, მაგალითად ვახოსანაიას, ხო? ეს უდიდეს სისუსტეზე მეტყველებს და არანაირად სიძლიერეზე იმ სივრცის, რომელსაც ასეთი გამოსავლების იქით უკვე აღარ ესახება სხვა რა. ისე მეც მოსამართლე ვარ რაღაცა კუთხით ადამიანებს წრეში არ უსვებ, მაგრამ რაღაცაში ვასამართლე ვეუბნები ეს არ არის სწორი, ეს არის სწორი და რაღაცა და ვახო რომ ნახე აქციაზე უთხარი რა კაი რაღაც დაგწერია მეთქი და მაგაზე დაიჭირა ზუსტად რომ მე მეგონა კაი რაღაცა დაწერა და მეც ახლა ხალხს ვეუბნები პლაკატები ისა საერთაშორისო არ მოუწოდებ რომ აი შეურაცხყოფილი ისინი და ვეუბნებოდი არ გააკეთო მეთქი და ვახო მას იგივე გააკეთა არ შეურაცხყოფო და წრეში გაუშვეს. მადლობა. ის მოსამართლე როგორ ხედავს? მადლობა.